ეს არის ქრონიკა 8-ზე. კახეთში რთველია მუშა პროცესს, მცირედი პრობლემებიც ახლავს, ამ პრობლემით ქრონიკა გუშინ დაინტერესდა, დღეს კი მინისტრი თავად გვეტყვის, რამ გამოიწვია გაუგებრობა, ის დღეს მე ვენახეებსაც შეხვდა მინისტრი ოთარ დანელია ჩვენთან სტუმრად. სალამშვიდობ საბატონო ოთარ, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ დღეს იმყოფებოდით საგარეჯოში, შეხვდით იმ მევენახეებს, რომელთაც პრეტენზია აქვს, რომ ყურძენს ვერ აბარებენ, მაშინ როდესაც მთავრობა საკმაოდ თლიანად პოზიტიურად აფასებს რთველის კამპანიას. რატომ მოხდა ეს გაუგებრობა და რა იყო ამ გაუგებრობის მიზეზი, რო გითხრათ პირველ რიგში? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მე ვესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში ჩვენ როგორც სიუჟეტიდან გავიგეთ ეგრეთ წოდებული პრობლემის შესახებ, რომელიც აღარ დაკვალიფიცირდა როგორც პრობლემა, თუ შეიძლება ესე ითქვას. ადგილზე გავეცანით მდგომარეობას, ჩაბარების პრობლემა რეალურად არ იყო. იქ იყო კომუნიკაციის პრობლემა, ვინაიდან მათ მიმართეს ისეთ ადამიანებს, კერძო პირებს, რომლებიც როგორც ჩანს უფრო გადაყიდვით იყვნენ დაკავებული. სხვა შორის იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ რეპორტაჟში იყო ჩაბარებული ჰქონდათ დღეს, ანუ გუშინ ჩააბარეს იმათ ყურძენი. ძირითადი პრობლემა გახდათ ფასი. ანუ მათთვის ფასი როგორც ჩანს არ იყო მისაღი. და არა ჩაბარების პრობლემა, იმიტომ რომ დღესაც 4-5 ქარხანა მიუხედავად იმისა, ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ, ეს არის ტექნოლოგიური პროცესი, როდესაც სრულდება ასე ვთქვათ საფერავი და იწყება გაცდელის მიღება, ქარხანა ერთვება მთლიანად თეთრი ყურძნის მიღებაზე. ამიტომ რთულია ხოლმე მერე მათი გადალაგება, ასე ვთქვათ, ისე ტექნოლოგიურად, მაგრამ მიუხედავად ამისა 4-5 ქარხანა სისტემატურად ღებულობს. აქ იყო თემა, რომ კომუნიკაცია იყო არასწორი, ანუ მათ არ მიუმართავთ არც საკრებულოს, უბრალოდ არც გამგებლისთვის, არც შტაბში არ დაურეკავთ, თქვენ იცით, რომ 24 საათის განმავლობაში ჩვენი შტაბი მუშაობს სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით და არ ყოფილა სოფლის წვუნებულთან ინფორმაცია მიწოდებული. ვინაიდან სოფლის წვუნებული არის პასუხისმგებელი, შეადგინოს სია, მოახდინოს ამის დაგეგმარება და შესაბამისად ხარვეზების გარეშე ჩაბარდეს. ანუ ეს იყო ძირითადი, ესე თუ შეიძლება იყოს. გასაგებია, ანუ ჩვენ შეგვიძლია ეხლა უკვე დღეს ვთქვათ, რომ იმ მევენახეებს, რომელთაც გუშინ ქონდათ გარკვეული პრეტენზიები და შეექმნათ პრობლემები, მათ ეს საკითხი მოუგვარდათ და ეს საკითხი გადაჭრილია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ არც გუშინ არ ქონიათ ეს პრობლემა, უბრალოდ უნდა მიემართათ წვუნებულისთვის. და ეს მშვენივრად იცის ყველა. ანუ თქვენ მიხვედით დასაკვალიანებას. ჩვენ მივედით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაგვერკვია, მართლა ხო არ იყო რაიმე პრობლემა და დავწმუნდით, რომ არანაირი პრობლემა ჩაბარებაში არ იყო. ფასი ინდივიდუალურია, უფრო მეცაც რამოდენიმე აღიარა, რომ რეალურად არ დაკრიფა, იმიტომ რომ ელოდა უკეთეს ფასს. და ამ პროცესში ვერ მიიღო ის ფასი, რა მოლოდინიც იყო და გამოიწვია ამან გარკვეული ესე ვთქვათ უკმაყოფილება. კარგით, რადგანაც რთველზე საუბრობთ, მაშინ ზოგადად რომ მითხრათ, რამდენად კმაყოფილი ხართ რთველით? ზოგადად არც მეტი არც ნაკლები ვიტყოდი, რაც უპრეცედენტო. ასეთი რთველი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. 153 მილიონია უკვე შესული რეგიონში. ამდენი რაოდენობა მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე იყო საუბარი, რომ ცუდი მოსავალია, რომ ესე ვთქვათ დაზიანდა ყურძენი და ყურძენის გაცილებით მეტია, თქვენ ახსენეთ კიდევაც 115,000 ტონამდეა უკვე მიღებული, შაშანი იყო გაცილებით ნაკლები. 100,000 ტონაზე. ან კმაყოფილი ხართ თველით? რა თქმა უნდა, არა მარტო ჩვენ, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად თვითონ მოსახლეობა თუ აკმაყოფილი. არ შეიძლება რომ კმაყოფილი არ იყოს მოსახლეობა. მე მოგიყვანთ აი პარალელს გავავლებ, ჩილე როგორც იცით, სამხრეთ აფრიკა ღვინის საკმაოდ სერიოზული ექსპორტიორები, მათი ყურძნის ფასი ადგილზე არის 20-დან 30 ამერიკულ ევროცენტამდე. უბრალოდ ამერიკული ცენტის პარაგრაფში, ხოლო ევროპაში, მათ შორის საფრანგეთში 30-40 ევროცენტი ღირს 1 კილოგრამი ყურძენი. ანუ წარმოიდგინეთ ჩვენთან როგორი კარგი ფასია ამ მიმართულებით, უფრო მეტიც უკვე 53 მილიონზე მეტი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, როდესაც ჩარშან მთელი წლის მონაცემები გახდათ 45-46 მილიონი ბოთლის ფარგლებში. ეხლა უკვე სუბსიდირებაზეც მინდა დაგისვათ კითხვა, როგორია სამინისტროს მოკლე და გრძელვადიანი გეგმა ამ კუთხით და რა დოზით აპირებს სახელმწიფო მომავალში გლეხებისა და ბიზნეს ურთიერთობებში ჩარევას? კი ბატონო, სუბსიდირება გახლავთ დარგის ხელშეწყობა. და არავითარ შემთხვევაში დათვური სამსახური. ეს არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, საფერავში ჩვენ დღეს ძალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუბსიდირება აღარ იქნება საჭირო, იმიტომ რომ არ საჭიროებს საფერავი აღარანაირ ხელშეწყობას, იმდენად დასტაბილურდა ეს მიმართულება, რაც შეეხება
ესე ვთქვათ, თეთრი ყურძნის ნაწილში ჩვენ გავაკეთებთ დეტალურ ანალიზს და ანალიტიკას არსებული მდგომარეობისა, იმიტომ როგორც წელს უკვე შემცირებული სუბსიდირების ტარიფი იყო, საკმაოდ კარგად მიდის რთველი, ამიტომ მომავალ წელს სავარაუდოდ ანალოგიური მიდგომით მივიდა. კი ბატონო, ბოლო კითხვასაც დაგისვამთ, რადგანაც უკვე ციტრუსის სეზონი ახლოვდება, ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ახლოვდება. ამ ხრივ რა მოსავალსელით და გარკვეული პრობლემები გასულ წელს იყო ციტრუსის ჩაბარებასთან დაკავშირებით, თუ აქვს ხელისუფლებას გათვალისწინებული წინა პრობლემები მომავალ წლისთვის? ჩვენ შესწავლილი გვაქვს აბსოლუტურად ყველა პრობლემა დეტალურად, მათ შორის ლოჯისტიკის პრობლემები, კომუნიკაციის პრობლემები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მათ შორის უკრაინის კოლეგა მინისტრთან. იქაც დაისვა ის პრობლემური საკითხები, რაც ლოჯისტიკასთან იყო დაკავშირებული. მოსავალს ველოდებით სავარაუდოდ დაახლოებით ოპერატიული მომაცემით 70,000 ტონის ბაგებში და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად პრობლემის გარეშე ჩაივლის, ისევე როგორც ახლა ვაშლიც იცით მიმდინარეობს სუბსიდირება და არასტანდარტული ვაშლი უკვე 8,000 ტონაზე მეტი არის გადამუშავებული. ძალიან დიდი მადლობა წარმატებულ მოსავალს ვუსურებ ქვეყნის მოსახლეობას. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მობრძადი და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.